84 ხმით პარლამენტმა გრანტების შესახებ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა. კანონ პროექტის მიხედვით გრანტის მისაღებად მთავრობისგან თანხმობა აღარ დასჭირდება 4 საგანმანათლებლო და კვლევით პროგრამას, მათ შორისაა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამა ჰორიზონტი ევროპა, ასევე ერასმუსი. ითქვა, რომ ამ პროგრამების ფარგლებში გაცემული გრანტები არ ქმნის დამატებით რისკებს. არის გარკვეული პროგრამები, რომლის დანერგვა ხდება საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით იმთავითვე. აქედან გამომდინარე, დამატებითი თანხმობები შეიძლება არ იყოს საჭირო, ბიუროკრატიული დამატებითი ზედმეტი არასაჭირო ბარიერების თავიდან მოსაცილებლად იქნა გამონაკლისები დაშვებული. განხორციელდეს საქართველოში ის პროექტები და ფული დაიხარჯოს ქართველი ხალხის სასარგებლოდ და არა საზიანოდ. Erasmus Plus-ი, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის პროგრამა, ჰორიზონტი ევროპის პროგრამა და შემოქმედებითი ევროპის პროგრამა გათავისუფლდება, ვიმეორებ, გრანტის გაცემის შემთხვევაში შესაბამისი თანხმობის მიღების ვალდებულებისაგან, რამე თუ ეს პროგრამები თავისი არსით ნაკლები, ასე ვთქვათ, საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს სახელმწიფო სუვერენიტეტისთვის და უსაფრთხოებისთვის, შესაბამისი ბენეფიციარებისთვის, რომლებიც შეიძლება იყვნენ მკვლევარები, მეცნიერები, სტუდენტები, ზოგადად ქართველი ახალგაზრდები, უფრო იოლად შეძლებენ სათანადო დაფინანსების მიღებას.